კარგი, მეგობრებო, მე ვარ ლუკა და ამ პრეზენტაციაში, რომელიც თქვენთვის მოამზადე განსაკუთრებულად, ვეცდები დეტალურად გადმოგცეთ, განახოთ, რა სისწავლით ჩვენს კურსზე და ზოგადად რა არის, ასე ვთქვათ, ის გასავლელი გზა, რაც უნდა გაიაროთ თქვენ, თუ გინდათ რომ გახდეთ React.js და native developer-ები, ანუ mobile development-ით იმუშაოთ. პატარა პროფესიული გზამკვლევი არის, ჩემი რჩევები ამოცემული აქვს, ჩემი გავლილი გზა და პლუს რაღაც ესე ვთქვათ, სტატისტიკებით, რომელიც მოვიძიე როგორც საქართველოს ბაზრისთვის, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის, რაღაცა ზოგადი სურათი დაგანახოთ, რას უნდა ელოდოთ, თუ ამ პროფესიით ამოხვალთ, ამ პროფესიაში ამოხვალთ. ესე იგი, ჩემი ისტორია, მეგობრებო, დაიწყო 4-5 წლის წინ, აი COVID-ი რომ მოგვიწია კაკრას ეგ დრო იყო, რომ გადავწყვიტე რომ მეთქი მორჩა ეხლა უნდა ავწირა პროგრამირება ვისწავლო მეთქი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ რომ მაშინ ცხოვრებაში ესეთი მომენტი მედგა რომ ან საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი და გაცვლით პროგრამით მესწავლა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მასში გავიმარჯვე, ან უნდა დავრჩენილიყავი და პროგრამირება მესწავლა და მაშინ კი ესე ვნანობდი რომ მეთქი რატო არ წავედი საზღვარგარეთ რა მაგარი იქნებოდა მეთქი, მაგრამ ეხლა ერთ წამით წაღვანანობ, იმიტომ რომ პროგრამირება ვისწავლე და ესე ვთქვათ, ბევრი ჩემს ცხოვრების ბევრი ასპექტის შეცვალა პროგრამირებამ დადებითად და აი ხა მაგახსენებთ რა და როგორ. მოკლედ, ჩემი სასწავლო გზაც დაიწყო იმით, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე ისეთ ფაკულტეტზე, რომლისკენაც მაინც და მაინც დიდი ინტერესი არ მქონდა. თავიდან ვაპირებდი, რომ გამხდარიყავი პროგრამისტი და სკოლაში მე-12 კლასში ძალიან ესე აქტიურად ვიძახდი ხოლმე რომ მინდა რომ პროგრამისტი გამოვიდე, მაგრამ შემეშინდა რომ მათემატიკას ვერ ვისწავლიდი, აი შესაძლოა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში ხოლმე, რაც ადამიანებს აჩერებს პროგრამირების სწავლისგან, არა და მგონია ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაცაა. და მეგონა რომ ვერ ვისწავლით მათემატიკას, ამიტომ ჩავაბარე ბიზნესზე და იმ ბიზნესზე მაინც მასწავლეს ის მათემატიკა, რაც პროგრამირებაზე უნდა მესწავლო. და მე მაგას ვანობდი რა, ბარენ ჩავემბარებინა პროგრამირებაზე. და ნუ მოკლედ მე ვარ გონია ხოლმე მათემატიკა საჭირო არის, აი აუცილებელია თუ გინდა პროგრამისტი გამოხდეთ, მაგრამ ესე არ არის მეგობრებო. მათემატიკა არ არის საჭირო თუ არ მუშაობთ ისეთ პროგრამირების განხრებში, სადაც მათემატიკა გჭირდება. მაგალითად AI development-ში, სადაც სტატისტიკა გჭირდებათ, მათემატიკური მოდელები გჭირდებათ, ფორმულების გამოყენება და ასე. თუ AI-ის მიმართულებით არ აპირებთ მუშაობას, მაშინ ესე ვთქვათ, დატვირთულად მათემატიკის გამოყენება საერთოდ არ არის საჭირო. აი პროგრამირებაში რაც გჭირდებათ, ეს არის ლოგიკა და აზროვნება. აი მაგალითად თქვენ ახლა თუ შეგიძლიათ ზეპირად მითხრათ, როგორ შეიძლება დაწეროს ადამიანმა წიგნი, უბრალოდ ინსტრუქცია მომცეთ დეტალურად, რომ აიღოს კალამი, აიღოს რვეული, გადაშალოს პირველი ფურცელი, დაადოს ხელი, აი ესე რაღაცა დაწეროს, აირჩიოს თემა, დაწეროს ესე ვთქვათ, ქვეთავები, გააკეთოს სარჩევი და აი თუ ამ ასეთი მოვლენის დეტალურად გადმოცემა შეგიძლიათ, მას შემიძლია გითხრათ, რომ შეგიძლიათ პროგრამისტის გამოხდა. და ჩვენს ერაში ეს კიდევ უფრო ესე ვთქვათ, საჭირო ხდება და გახდება, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, როდესაც თქვენს გექნებათ კითხვა, ხო? მოდი, ჩემ თავზე ვისაუბრებ, 2020 წელს დავიწყე პროგრამირების სწავლა, Weavis Georgia ესეთი კომპანია არის საერთაშორისო, სადაც რავი 200-ზე მეტი თანამშრომელი ყავთ ახლა, თუ სწორად მახსოვს. მათ გამოაცხადეს, ესე ვთქვათ, უფასო კურსი ჰქონდათ, სადაც 6 თვის განმავლობაში ინტენსიურად გავიარეთ front-end development-ის კურსი, ვისწავლეთ 0-დან ბოლომდე და ჩვენ კურსეს დაახლოებით მსგავსი кейსი გვექნება და ამ 6 თვეში, 6 თვის მერე დაგვასაქმეს ყველანი Weavis Georgia-ში, ვინც წარმატებით გავიარეთ კურსი. საკმაოდ დატვირთული 6 თვე იყო, არ მოგატყუებთ, რომ ბევრჯერ ვინანე კიდევაც კურსის დაწყება, უბრალოდ კონტრაქტში ქონა ის ჩადებული, რომ კურსის გატყვეტა არ შეიძლებოდა, ამიტომ ეს 6 თვე ფაქტობრივად გადავდე, პირადი ცხოვრება აღარ მქონდა, 6 თვე დატვირთვით ვიმუშავე, ვისწავლე და საბოლოო ჯამში გამომივიდა. ხო, ეს არის ისეთი სფერო, მეგობრებო, სადაც ნაცნობობით მუშაობას ვერ დაიწყებთ, იმიტომ რომ პროგრამირება არის, ანუ გინდათ თუ არ გინდათ, მოგიწევთ რომ პროდუქტი თქვენ გაამზადოთ, კოდი თქვენ დაწეროთ, თქვენ იყოთ პასუხისმგებელი თქვენს მიერ აწყობილ VR-ზე, ანუ იგივე პროგრამაზე, შესაბამისად, მეც აქ ნაცნობობით ვერაფერს ვერ გავხდებოდი და ყველაფერი რასაც ამ სფეროში მივაღწიე, არის ჩემი დამსახურება, ჩემი შრომის, ჩემი წვალების და ჩემი მეგობრების, ვინც თუ სადმე თუ რეკომენდაცია გამიწია, ან მე გავუწიეთ, აი ესეთი, ასე ვთქვათ, მოვლენების.
ესე იგი 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება დამიგროვდა მას მერე 4 წელია მუშაობ front-end developer-ად, როგორც მობილური აპლიკაციების მიმართულებით, ისევე ვებ აპლიკაციების მიმართულებით და აქედან 3 წელია 2022 წლიდან 2021 წლიდან აი ეს ჩუაში უკვე ვასწავლი პროგრამირებასაც. ვასწავლი სკოლებშიც, თანამშრომლობ JIT-ასთან, თუ იმეს JIT-ასთან მქონია შეხება JIT-ას სხვადასხვა პროექტებში მისწავლებია AI-ის შესახებაც, web development-იც, mobile development-იც, ასევე თანამშრომლობ საქართველოს ბანკთან, საქართველოს ბანკის ფარგლებში ახლა ეს საქართველოს ბანკის დაფინანსებით და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით სკოლის მოსწავლეებს ვასწავლი web development-ს უკვე 2 წელია მეგობრებო და ეს ვთქვათ ჩემი ამჟამინდელი პარტნიორები არიან Smart Academy-ის წარმომადგენლები. Smart Academy-ასთან ერთი კურსი ჩავატარეთ უკვე სულ ახლახანს, აი ივნისში მოვჭით გამოუშვით ეს ვთქვათ ჩემი პირველი თაობა. და ვინც ახლა სექტემბრიდან გამოვყვებით, ის თქვენიკებით მეორე თაობა და ამაზე მე ვისაუბროთ მე რა შეიძლება, როგორ შეიძლება და რას ვაუმჯობესებ და როგორ. ამჟამად მუშაობ EPAM Georgia-ში, საქართველოში ალბათ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი კომპანია არის, საერთაშორისო კომპანია არის, 10,000-ობით თანამშრომელი ყავს მთელი საქართველოს კი არა, მთელი სოფლიოს მასშტაბით EPAM Georgia-ს, ვისაც არ გაგიგიათ მეგობრებო, დასერჩეთ აუცილებლად EPAM Georgia, განა იმიტომ რომ მე ვიბლატაურო რა მაგარი კომპანია არა, იმიტომ რომ EPAM Georgia-ს ესე ვთქვათ, აქვს სხვადასხვა შეთავაზებები, სტაჟირებები და გირჩევთ რომ ვისაც ესე ვთქვათ, ვინც მერე დააგროვებთ გამოცდილებას და ისწავლეთ პროგრამირებას, ერთ-ერთი ყველაზე კარგი კომპანია, სადაც შეიძლება დაიწყოთ მუშაობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არის EPAM Georgia, იმიტომ რომ ძალიან კარგი ანაზღაურებაც აქვს, ძალიან კარგი პირობებიც აქვს და მოხვედრა კი რთულია ძალიან, თუმცა დამჯერეთ რომ უკმაყოფილოები არ დარჩებით EPAM-ის ესე ვთქვათ საქმიანობა. მაგრამ დავუმატებ რომ 5 ან 6 ლექტორი ყავს ზუსტად EPAM-დან მეგობრებო, პროფესიონალები არიან რა თქმა უნდა დასაქმებულები და ჩვენთანაც უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ და საინტერესო კურსები გვაქვს ზუსტად EPAM-ის სენიორ წარმომადგენლების მხრიდან ჩატარებული. ჩვენი ანამდე მუშაობდი BDS-ში, Business Development Solution-ში, სადაც ეს თქო საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე და ამ BDS-ში მუშაობისას ვიმუშავე ერთ-ერთ ქართულ პროექტზე, Woovly, შეიძლება გაგებული გქონდეთ Woovly-ის პროექტი, მანქანების შეკეთების მობილური აპლიკაცია არის და მთელი სისტემა ჩვენი აწყობილია, BDS-ს აწყობილია, back-end-იც, admin panelits, mobile აპლიკაციაც, web აპლიკაციაც და ასე შემდეგ. და სულ თავიდან მუშაობდი web-ში, ეს თქვა ეს 4 წელია ფაქტობრივად შესვენება არ მქონია, სულ მუშაობდი ჯერ web-ში, მერე BDS-ში, ამჟამად EPAM-ში და რა თქმა უნდა, ეს რაც ვახსენე, რომ JIT-ასთან თანამშრომლობა Georgia-სთან, Smart Academy-სთან, ეს ამ ყველაფრის პარალელურად და არა ეს თქვა წვეტები. და მიმუშავე ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე, როგორც არის DanceScore, ეს მობილური აპლიკაცია არის მოცეკვავეებისთვის, Woovly ეს მანქანების შეკეთების არის, G-Style ეს არის ტანსაცმლის e-commerce აპლიკაცია, mobile და web აპლიკაცია, Easy-Trip ეს იყო ჩემი პირველი პროექტი და Bible Gateway ესეც ბიბლიის აპლიკაცია არის, საკმაოდ დიდი 1 მილიონიანი მომხმარებლის ბაზით რა, ეს ვთქვათ 1 მილიონი გადმომწერი ყავს ამ აპლიკაციას. და ჩემი მთავარი მიმართულება მეგობრებო არის mobile development-ი, mobile developer-ი ვარ, Android და iOS აპლიკაციებისთვის ვაწყობ, მობილური სისტემებისთვის ვაწყობ აპლიკაციებს და ასევე ვიცი web development-იც, ცოტა ვიცი, ეს ვთქვათ, entrepreneurship-იც, ეს ვთქვათ, სტარტაპებთანაც მქონია შეხება, გრანტებიც მოგვიგია მე და ჩემს ჯგუფს და ასევე ძალიან დიდი ხანია ვასწავლი უკვე ამ ყველაფერს და მე თვითონაც ვსწავლობ, იმიტომ რომ ეს პროცესი არ არის ერთჯერადი, ანუ ერთხელ ისწავლით და მერე აღარ, ეგრე არ არის მეგობრებო, ერთხელ ისწავლით და მერე აღარ ჩერდებით, სულ უნდა მიყვეთ და წავიდეთ წინ. ხო, ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით და რა ვიცი, ნახოთ, იმედია მომავალ წელს უკვე ჩავამთავრებ მაგასაც. აი, მოდი ახლა უკვე გადავიდეთ სხვა თემებზე, მეყობა ჩემზე ბასი. ბევრი ამაყობს ხოლმე, რომ აი 5 ენა ვიცი პროგრამირების, 4 ენა ვიცი პროგრამირების და 10 და ასე შემდეგ. არა და მეგობრებო, თითოეული პროგრამირების ენის კარგად დასწავლოს და შესწავლოს პირდება წლები და უზარმაზარი დრო.
და ასევე გაითვალისწინეთ, როდესაც ვიღაცა დაგიწყეთ შეჯიბრს, რომ Java-ს ჯობია, JavaScript, Python-ი ჯობია, C#, C++-ი ჯობია, Swift ასე შემდეგ, არ დაუჭეროთ ხოლმე. ეხლა მე გასწავლით თქვენ რა პროგრამირების ენები არსებობს ძირითადად და რაში გამოიყენება და აღარ დაგჭირდებათ, რომ ვიღაცაების, ვთქვათ, მონაგონს მოусმინოთ ხოლმე და დაუჭეროთ, ხო? ერთი რაღაცა დაიმახსოვრეთ. ყველა პროგრამირების ენა შეიქმნა თავიდანვე რაღაცა მიზნით და იმ მიზანში ეს პროგრამირების ენა არის ერთ-ერთი საუკეთესო. აი სხვა მიზნით ამ პროგრამირების ენის გამოყენება შეგვიძლია, თუმცა ისეთი მაგარი ვერ იქნება, როგორც მაგალითად Python-ი ხელოვნური ინტელექტის მიმართული, ხო? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ Java და JavaScript-ი ერთი და იგივე ენა არ არის. ჯერ შეიქმნა Java მეგობრებო, მერე შეიქმნა JavaScript-ი და უბრალოდ JavaScript-ი დაარქვეს მარკეტინგული მიზნით, იმიტომ რომ Java მაშინ ძალიან პოპულარული იყო და აი ამ ხრიკმა გაამართლა, იმიტომ რომ ყველას Java და JavaScript ერთ და იგივე გონია, მეც მათ სხვათა შორის მათ რიგებში ვიყავი, მეგონა რომ JavaScript-ს რო სწავლობდი, Java-ს სწავლობდი და მე რო აღმოაჩინე, ვაი მეთქი რა, იმიტომ რომ პროგრამის სამყაროში იცინიან ხოლმე ამაზე ძალიან, ხო? Java და JavaScript-ი ორი სხვადასხვა ენა არის. აი Java შეიქმნა მეგობრებო თავდაპირველად Android აპლიკაციებზე სამუშაოდ, ანუ Android აპლიკაციების შესაქმნელად და Android სისტემის შესაქმნელად, თუმცა სხვა გამოყენებებიც იყენებენ სერვერების დაპროგრამებაშიც, ვებ დაპროგრამებაშიც და enterprise აპლიკაციებში. თუმცა Java-ს მთავარი, ესე ვთქვათ, იარაღი, ანუ Java-ს მიზანი ისაც შეიქმნა იყო Android აპლიკაციებზე და ძალიან ბევრი თამაში, ძალიან ბევრი Android აპლიკაცია დღესაც Java-ზე არის დაწერილი. ალბათ 60-70% და გემახსოვრებათ, რო იტვირთებოდა ხოლმე რაღაცა თამაში ან ვიდრე Android სისტემა, ეს Java-ს ნიშანი ჩნდებოდა ხოლმე, შევამი იმას გახსოვთ. აი Python-ი მეგობრებო, Python-ი შეიქმნა უხეშად რო თქვა უნივერსიტეტის პროფესორებისთვის. ან პროფესორებმა ხო იცოდნენ ხოლმე მაგალითად ვიღაცამ ფიზიკა იცის, ვიღაცა მათემატიკა. და მაგალითად ჭირდებოდათ უკვე რაღაც კომპიუტერები მოძლიერდა, მომრავლდა, ჭირდებოდათ უკვე პროგრამირების ენის სწავლაც. და ხო მეგობრებო, პროგრამირების ენის სწავლა ეხლა თუ არის რეკომენდებული, ცოტა ხანში დამიჯერეთ უკვე იქნება აუცილებელი. და რატომ? აი ჩემი მეგობარი წერდა LinkedIn-ზე ესეთ რაღაცას, რომ ადრეო რომ მიხვიდოთ 10 წლის წინ, რომ მიხვიდოთ სამსახურშიო, გეკითხებოდნენ, რომ აბა თუ იცით Microsoft-ის პროგრამებიო რა, Word-ი, Excel-ი, PowerPoint-ი და ეგ. და თუ ეტყოდი რომ კი ვიცი, აი მიმუშავი ესეთი რაღაცა ამიწვია, გეტყოდნენ რომ შვენიერი ძალიან კარგი. ეხლა რომ მიხვალთ გასაუბრებაზე, ეგეთ კითხვას აღარ გისვამ. თქვენი აზრით რატომ? აი ვინ მიპასუხებს ასეთ კითხვას? აი არ გაქვს უმრავლესობამ ალბათ იცის ხალხის და პრივილეგია აღარ არის მაგისოდან. შვენიერი, აი ზუსტად გაარტყი 10-იანში. ხო, იმიტომ რომ იცის ყველამ და აღარ არის ეგ არაფერი ისეთი გამორჩეული უნარი და პირიქით, თუ არ იცით უკვე მაგაზე გეუნებიან, რომ რატო არ იცი, უნდა ისწავლო, ისე ვერ აგიყვან და ასე შემდეგ. აი პროგრამირებაც მეგობრებო არის ეხლა დაახლოებით ეგრე. ვინც იცის პროგრამირება, იმას დიდი პლუსი უწერია. ხო, უკვე იმიტომ რომ პროგრამირება თუ იცი, მაგალითად ეგ აი გიორგი მახსენებთ, რა რომ ექიმი ვარ და ხა გიორგი წარმოიდგინე შენს პროფესიას პროგრამირებაც რო დაემატოს, რომ უკვე ორი ძლავრენ. ანუ შენი პროფესიის მიმართულებით რამდენი ციფრული სისტემის აწყობა შეძლებ. ხო, იმიტომ რომ შენ ერთი რო ძალიან კარგად გესმის შენი მიმართულება, მან რა გასაჭირები არსებობს, რა პრობლემები არსებობს, რისი გაუმჯობესება შეგიძლია, რომელი პრობლემის გადაჭრა შეგიძლია და მეორე თუ შენ პროგრამირებაც გეცოდინება, უკვე ჩათვალე რომ ორ ამ ხელასფეროს აერთიანებ და ძალიან ბევრი solution-ი, ძალიან ბევრი ესე ვთქვათ, გადაწყვეტის მოფიქრება და გაკეთება შეძლებ, ხო? ამიტომ აი მეგობრებო ცოტა ხანში ეს ჩემი მეგობარი LinkedIn-ზე წერდა, რომ ცოტა ხანშიო პროგრამირებაზეც ეგრე იქნება. რომ ეხა კი გეკითხებიან, აბა იცი თუ არის პროგრამირება, თუ იცი ძალიან დიდი პლუსია, მაგრამ ცოტა ხანში უკვე ყველას მოგვიწევს, რომ რაღაც დონეზე ვიცოდეთ პროგრამირება. იმიტომ რომ ტექნოლოგიები ისე შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში, უკვე ყოველწამიერად ტელეფონი ხელში გვიჭირავს, ლეპტოპი გაშლილი გვაქვს, ტელევიზორს უყურებთ, მაცივრებიც კი უკვე ჭკვიანები გახდნენ და საერცხს მანქანები, ხო, ხელოვნური ინტელექტები აქვს უკვე ჩაშენებული. და პროგრამირება არის ენა, რითაც შეგვიძლია მათთან კომუნიკაცია. ანუ თქვენ თუ გინდათ რომ თქვენ მაცივარში რაღაცა პროგრამა ჩაწეროთ, უკვე შეგიძლია ძალიან თავისუფლად. აი მე რახან პროგრამირება მესმის,
YouTube-მა ერთ პერიოდი მოხსნა ad ბლოკერები. ანუ საერთოდ დამბლოკა და ადრე თუ ბლოკავდი ხოლმე YouTube-ზე ეს რეკლამებს, ეხლა ვეღარ ბლოკავდი. ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვე, ჯერ ხო კოდი დამიწერა თვითონ. მე უცბად გადავასწორე, რაც მინდოდა ჩემს გემოზე მოვირგე და გავუშვი და მორჩა. ანუ საერთოდ აღარ მებლოკებოდა, უბრალოდ საერთოდ აღარ მივარდებოდა რეკლამა. მე თვითონ დავწერე პროგრამა, რომელიც აქამდე არასდროს მქონდა დაწერილი ხელოვნურ ინტელექტს დახმარებით და ეს თქვა გამომადგა ყოველდღიურ საქმიანობაში. ხო, აი ესეთ რაღაცეებშიც უკვე ყოველდღიურად მომრავლდება ის თქვა პროგრამირების გამოყენება. შეეძლებთ მაცივრის დაპროგრამებას, ტელეფონის დაპროგრამებას, რაღაცა ჭკვიანი ვაკუუმ რობოტის დაპროგრამებას და ასე შემდეგ. კაი, ეხლა გადავიდეთ. Python-ი შეიქმნა პროფესორების ეს პატარა გადახვევა იყო, ხო? C++ ეს იყო ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მძლავრი ენა C-ს მერე, რომელიც შეიქმნა ძირითადად ეს თქვა რობოტიკისთვის შეიქმნა, ოპერაციული სისტემების დასაწერად შეიქმნა, თამაშებისთვის და ასე შემდეგ. C++ ძალიან მძლავრი ენა არის და ჩათვალეთ ყველაფერზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ C++-ის მინუსი ის არის, რომ ძალიან რთული გამოსაყენებელი, რთული კოდი უნდა წეროთ და ეს თქვათ ბევრი რაღაცა უნდა გაითვალისწინოთ. აი Python-ის კოდი ეხლა Python-ის კოდი რო გაჩვენოთ 80%-ს გაიგეთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ინგლისური ენა. აი C++-ში ვერაფერს ვერ გაიგეთ, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცა უნდა იწეროთ. Swift-ი შეიქმნა, ახალი ენა არის, სხვადასხვა ალბათ 15-20 წლის, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ძველი არ არის. და Swift-ი შეიქმნა იმისათვის, რომ iOS აპლიკაციებზე ეს თქვა დაეწერათ კოდები. აი JavaScript მეგობრებო, JavaScript-ი სპეციალურად შეიქმნა ვებ აპლიკაციების დასაპროგრამებლად. რა ვებ აპლიკაციას თქვენ ახლა გახსენდებათ? Instagram-დან დაწყებული, Facebook, YouTube, Google, ყველაფერი დაწერილია JavaScript-ზე. 98% რაც კი არსებობს ინტერნეტში ვებ აპლიკაციები, აი ვებ გვერდები, ყველაფერი JavaScript-ში დაწერილია. მათ შორის Canva-ც, აი ხა Canva-ს ვიყენებ მე ამ პრეზენტაციის საზაწყობად და გაზაზიარებად, Canva-ც JavaScript-ზე არის დაწერილი. ხო, 98% ყველა. და C# ეს გამოიყენება backend აპლიკაციებში, თამაშებში და ასე. აი ეს ენები მეგობრებო, ეხლა Python-ი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ front-end-შიც, თუმცა ამის აზრი არის უაზრობა. არ შეიძლება ეს რაღაცა დაშვება, იმიტომ რომ JavaScript-ი არსებობს უკვე, რომელიც ბევრად ოპტიმიზირებულია, ბევრად გამარტივებულია ვებ აპლიკაციების შესაქმნელად და რატომ უნდა გამოვიყენოთ იქ Python-ი, სადაც JavaScript-ი გვაქვს. ასევე Java, ანუ Android აპლიკაციების შესაქმნელად გვაქვს Java, სპეციალ Android, და რატომ უნდა გამოვიყენოთ იქ C#? ხო, აი ესეთი ვარიანტები. ამიტომ ესე ვიფიქრებთ ხოლმე, რომ აი Java-ს ჯობს JavaScript და C# უკეთესია Python-ზე. ყველა ენას აქვს თავის დანიშნულება, თავის ძლიერი და სუსტი მხარეები. და აი ესე თქვა პატარა გრაფა მაქვს მოცემული, ჩვენ JavaScript-ზე უნდა კონცენტრირდეთ ახლა მეგობრებო და აი JavaScript-ი ყველა ესე თქვა ყველა მახასიათებლით, ანუ რამდენი ენერგიას მოიხმარს ეს პროგრამა რო გაეშვას, რა დროს მოიხმარს და რა მეხსიერებას, ყველგან არის ისეთ კარგად ოპტიმიზირებული, რომ აი პირველ რამდენიმე ადგილთან ახლოს არის. მაგალითად, ერთი ქულა თუ ეწერება C-ს, იმიტომ რომ C ყველაზე ძლიერი ენა და ყველაზე განვითარებული, JavaScript-ის ახლოს არის 4 ქულა აქვს, ხო დაახლოებით. მაშინ ახლა აი ჩვენ რო Python-ს შევადაროთ, Python-ს აქვს 75 ქულა. ახლა JavaScript-ი ძალიან ბევრად ოპტიმიზირებული. ნახეთ, 4 ქულა აქვს, ანუ ერთთან გაცილებით ახლოს არის, ვიდრე მაგალითად Python. აქაც ნახეთ, მაგალითად დროის მიხედვით, რამდენად ჩქარია, C თუ არის ყველაზე ჩქარი და ერთი ქულა უწერია, JavaScript-ს უწერია 6 ქულა. ხო, მაგალითად Python-ს უწერია 71 და არის PHP-ს 27. JavaScript-ი ბევრად ოპტიმიზირებული არის. და ასევე მაგალითად მეხსიერებით მიხედვით რამდენსაც მოიხმარს, ისევ ერთი თუ უწერია JavaScript უწერია 4, მაშინ როცა სხვა ენებს მაგალითად Dart უწერია 8, Erlang-ს 7 და ასე შემდეგ, ხო, Ruby-ს 9. ანუ ესე რომ შევხედოთ, ჩვენ ახლა JavaScript-ზე კონცენტრირდებით, წარმოიდგინეთ, რომ JavaScript-ი რაღაც შუაში ყველაზე ოპტიმიზირებული ენა, ყველაზე მეტნაკლებად, ხო? და მოდი ახლა გადავხედოთ 2024 წლის მონაცემს, ეს 2024 წლის მონაცემი თუ არის, ჯერ არ დადებულა 2025 და ყველაზე მოთხოვნადი პროგრამული ენა, მეგობრებო, ამ ეტაპზე არის JavaScript, იგივე TypeScript. JavaScript და TypeScript ერთ და იგივე არის. Python-იც მათ შორის უბრალოდ ერთი რაღაცა დაიმახსოვრეთ, მეგობრებო. Python-ი დამწყებებისთვის მარტივად სასწავლი ენაა და შესაბამისად, ამიტომ
აგროვებს ხოლმე ამ ხელა სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომ ბევრი დამწყები იწყებს Python-ით სწავლას და ეს ხელოვნურად ზრდის Python-ის ძალიან კარგი ენაა, Python-ის თავისი დანიშნულება აქვს, თავისი ესე ვთქვათ, ანუ AI-ში, ChatGPT-ში Python-ით არის ბევრი რაღაცა დაწერილი, შესაბამისად Python-ის გვერდზე გადაგდება და ციფრის სამართლა არ გამოვა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ეგეც, რომ Python-ზე ასე ვთქვათ, ბევრი სტატისტიკა, ანუ Python არის ნომერ პირველი პროგრამირების ენა, ამბობენ ხოლმე და მაგის თქმა მინდა, რომ ეს იმით არის გამოწვეული, რომ ბევრი დამწყები Python-ით იწყებს თავის ესე ვთქვათ, კარიერას. შესაბამისად, რაღაც მომენტში ხელოვნურადაც იბერება ეგ რიცხვი. თუმცა JavaScript-ი ესე ვთქვათ, სამუშაო ადგილების მიხედვით არის პირველ ადგილზე 651,000 სამუშაოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხო? კარგი, მოდი ხა პატარა ვებ ისტორიაზეც ვისაუბროთ. ვებ 1-დან 0-ით დაიწყო ყველაფერი, მეგობრებო. 90-იან წლებში, მაშინ როდესაც კომპიუტერები მხოლოდ დიდ ორგანიზაციებს ჰქონდათ, არსებობდა ვებ 1-დან 0. ანუ მაშინ ვებსაიტები იყო ჩვეულებრივი გაზეთის ნაირი რაღაცა ციფრული პროდუქტები. ანუ შეხვიდოთ რაღაც ვებსაიტზე, ინფორმაცია იყო გამოდებული, ამ ინფორმაციას წაიკითხავდით, ვერც დაალაიქედით, ვერც კომენტარს დაწერდით, ვერც გადააზიარებდით, ვერც ატვირთავდით, ვერც ჩამოიწ, ვერაფერი. უბრალოდ გაზეთი წაიკითხავდით და მოვჭი. მერე მიხვდნენ, აი რო უკვე გაჩნდა Macintosh-ი, ხო, Apple-მა რო გამოუშვა პერსონალური კომპიუტერები, Microsoft-მა, IBM-მა და ასე შემდეგ. უკვე ყველა ადამიანს ყოველდღიურად საქმიანობაში რო ქონდა ხელში ლეპტოპი და სახლში პერსონალური კომპიუტერი, მიხვდნენ, რომ ძალიან მაგარი შესაძლებლობა არსებობდა ვებ სამყაროში და შექმნეს ვებ 2-დან 0. ანუ ვებსაიტები, სადაც მომხმარებელსაც შეუძლია ინტერაქცია. ვებ 1-დან 0 თუ იყო არაინტერაქციული, ეს უკვე გახდა ინტერაქციული. ანუ მომხმარებელს შეეძლოთ ვიდეოს ატვირთვა, ჩამოწერა, კომენტარის დაწერა, გაზიარება, შეფასების დაწერა და ასე შემდეგ. ანუ რასაც ახლა ვებსაიტებზე ვაკეთებთ, აი ეს ყველაფერი არის ვებ 2-დან 0. და ნელ-ნელა გადავდივართ ვებ 3-დან 0-ში, ეს არის უკვე კრიპტო სამყარო, NFT სამყარო, სადაც ყველაფერი არის დეცენტრალიზირებული, სადაც Facebook-ი, Mark Zuckerberg-ს კი არ ეკუთვნის, Facebook-ი არის საჯარო ქსელი, სადაც ყველა იღებს მონაწილეობას, ყველა წყვეტს რა როგორ განვითარდება და ასე შემდეგ, თუმცა ვებ 3-დან 0 ჯერ გარიჟრაზე არის, ჯერ შორია ვებ 3-დან 0-მდე. ეხლა ვიმყოფებით ვებ 2-დან 0-ში, ბევრი ამბობს, რომ ვებ 3-დან 0-ში გადავედით, ვებ 3-დან 0-ში გადავედით, მაგრამ ჩემი აზრით, ჯერ ბევრი გვაკლია მაგამდე. მოდი პატარა განსხვავებაც ვნახოთ, ეხლა რა განსხვავებაა front-end და back-end შორის. აი Facebook-ზე რო შეხვალთ, მეგობრებო, Facebook-ის პროდუქტი აი ამ ორი ტიპის დეველოპერის დამსახურებაა, front-end-ის და back-end-ის. აი რასაც ეკრანზე ხედავთ, აი ეს ყველაფერი, სადაც არ უნდა გადავიდე, აი ეს გამოსახულება შექმნილია front-end დეველოპერის მიერ. აი ამ ტიპის მიერ. თქვენ რასაც ისწავლით ჩვენ კურსზე, აი იმის მიერ. ჩვენ ვისწავლით აი ამ ვიზუალების შექმნას. ინფორმაციის წამოღება სერვერიდან და ეკრანზე გამოსახვას. ვიდეოებს რო გვიჩვენებს Facebook-ზე, Reels-ზე, TikTok-ზე, ეს ყველაფერი front-end დეველოპერის დამსახურება. აი back-end დეველოპერი, მეგობრებო, ინფორმაციას ინახავს და ახარისხებს სერვერს. აი თქვენ რო დარეგისტრირდით პირველად Facebook-ზე, მეორჯერ ხო აღარ მოგიწია. რატო არ მოგიწიათ? იმიტომ რომ back-end developer-მა თქვენი პირველად რო დარეგისტრირდით, ის ინფორმაცია სერვერზე შეინახა და ყოველჯერ როდესაც შედიხართ, კი აღარ ინახავს ხელახ. არა, უბრალოდ ამოწმებს, ემთხვევა თუ არა პაროლი და სახელი, თუ ემთხვევა შეგიშვებთ, თუ არ ემთხვევა გეტყვით, რომ პაროლში შეცდომა ან სახლის შეცდომა, ხო? აი ესე ხდება როლების გადანაწილება. Back-end სერვერზე ინახავს ინფორმაციებს, ვიდეოს რო ატვირთავთ, ფოტოს რო ტვირთავთ, კომენტარს რო წერთ, ლაიქს რო დაარტყამთ ფოტოს ან ვიდეოს. ეს ყველაფერი სერვერზე ინახება back-end developer-ის მიერ. ხო, front-end developer-ი აი ამ სერვერიდან ინფორმაციას წამოიღებს და ამ ინფორმაციას ეკრანზე გამოსახავს. ხო, ესეთი განსხვავება არის. ჩვენ კონცენტრირდებით front-end development-ზე, თუმცა მეგობრებო, ვინც ამ მიმართულებას ისწავლით, ჩათვალეთ, რომ აი ნახევარი ნაბიჯიღა გაკლიათ მე რომ back-end developer-ი გამოხვიდეთ და მეც თავის დროზე front-end development-ი კი ვისწავლე, თუმცა მე ერთი კურსი გავიარე 2 თვიანი და back-end developer-იც გავხდი და უკვე back-end აპლიკაციებსაც წერ აქტიურად. ეხლა ერთ-ერთ ჩემ სტარტაპზე ვშავ Densquare-ზე განს გიხსენეთ და იქ back-end developer-ი მე ვარ, თავად მე ვწერ back-end აპლიკაციას. ეხლა განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი framework-ი.
JavaScript-ზე ვისაუბრეთ ბევრი და ვთქვით, რომ JavaScript-ი არის ვებ აპლიკაციებისთვის შესაქმნელი ნომერ პირველი N. თუმცა ესე წმინდა JavaScript-ში კოდს აღარავინ წერს, იმიტომ რომ შეიქმნა ბევრი ძრავი, ანუ JavaScript-ის სხვადასხვა ფაილები გააერთიანეს, უზარმაზარი ასობით და 200 ფაილი გააერთიანეს და აი ამ ძრავის დახმარებით ბევრად გამარტივდა კომპლექსური ვებსაიტების შექმნა. და ერთ-ერთი მოწინავე ესეთი ფრეიმვორკი, ანუ ძრავი არის React. ბიბლიოთეკა არის რეალურად, მაგრამ ამაზე მე ვისაუბროთ, ეხლა უბრალოდ უხეშად ესე ვიტყვი, ხო? ვინმე რო არ გამომეკიდოს, მე რო აუ მაგამ ბიბლიოთეკას დაუძახა ძრავიო, იმიტომ ახსენე, ხო? უბრალოდ ესე მოიხსენიებ. React-ი ეს არის ძრავი, მეგობრებო, რომელიც შექმნილია Facebook-ის მიერ, Meta-ს მიერ. აი Facebook-ს ერთი 10 წლის წინ ქონდა ესეთი დიდი რებრენდინგი, შევა გახსოვდეთ დიზაინის შეცვალეს მთლიანად. და React-ზე გადმოწერეს. ანუ Facebook-ი React-ზე დაწერილი. მათ შორის Instagram-იც, მათ შორის WhatsApp-ი, ოღონდ ვებ აპლიკაცია რაც არის. და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი აპლიკაცია, Netflix-ი, ძალიან ბევრი აპლიკაცია იყენებს React-ს. რომელიც შექმნილია Facebook-ის მიერ. Angular-ი, აი ეს არის მეორე ადგილზე მყოფი, Angular-ი ეს მეორე ადგილზე მყოფი ძრავი არის, რომელიც შექმნილია Google-ის მიერ და ეს ორი ერთმანეთის ყველა დიდი კონკურენტები არიან, თუმცა მოწინავე მაინც React-ი არის, იმიტომ რომ React-ი არის open source-ი, აქ სხვა დეველოპერები ეხმარებიან Facebook-ის მთავარ ჯგუფს, რომ განავითარონ React-ზე წინ წაიყვანონ და ასე შემდეგ. აი შემდეგი სლაიდი არ მინდა რომ ძალიან გამეწელოს. და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალანაზღაურებადიც ეს ხო view არ მიხსენებია, view-ც ეს ერთ-ერთი მოწინავე ის არის, დღეის მონაცემებითაც ეს კი არის ძველი მონაცემები, მაგრამ დღეის მონაცემებითაც დაახლოებით იგივე შედეგებია, ამიტომ დიდად აღარ შევცვალე, იმიტომ რომ ეს კაი ლამაზი სლაიდები იყო და აღარა მოვიდა, ხო? და ასევე ყველაზე გადახდადიც ეს სამი არის, მეგობრებო, ყველაზე მაღალანაზღაურებადი React-ი, Angular და Vue. ანუ ვიღაცა რო ითხოვთ რომ თქვენ რა სწავლობთ, თქვენ ვთქვათ რომ თუ კურსში ამოვარდეთ, თქვენ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ვსწავლობთ JavaScript-ს და კონკრეტულად React-ის frameworks, ანუ React-ის ძრავს, React-ის ბიბლიოთეკას. აი ამ მიმართულებას, რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი დღეის მონაცემებითაც კი. და მოდი ბარემ შევამოწმოთ, ეხლა დავადასტუროთ ეს ყველაფერი, რომელია ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა. ეს არის Stack Overflow-ს გამოკითხვა, მეგობრებო, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ეს არის წინა წლის მონაცემები, რომ ამ წლის ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა იცოდეთ, რომ მაინც დიდად განსხვავებული არ იქნება და ნახეთ, ყველაზე most popular technologies, programming, scripting, marketing language. ანუ ყველაზე პოპულარული ენა ამ ეტაპზე არის JavaScript-ი, 72% იყენებს ამას, HTML, CSS, Python, SQL, TypeScript და ასე შემდეგ. ხო, JavaScript მაინც professional developer, ეს არის ყველა მოპასუხის. Professional developer-ებშიც კი JavaScript-ი ისევ პირველ ადგილზე არის. აი ნახეთ წეგან გეუბნებოდით, ვინ სწავლას იწყებს, იმათთვის ყველაზე პოპულარული ენა ეს ნახეთ, აი ეს არის learning to code, ანუ ვინც ეხლა სწავლობს. იმათში ყველაზე პოპულარული არის Python. თუმცა აქაც JavaScript-ი მაინც და მაინც შორს არ არის როგორც მახსოვს, სად არის? მესამე ადგილზე. ო, მესამე ადგილზე. კი, ოღონდ ის მესამე ადგილზე, იმიტომ რომ HTML და CSS-იც ერთად მეორე მესამე ადგილს იყოფენ, ხო? ანუ აქაც ძალიან ახლოს არის JavaScript. ვიმეორებ Python-ს, იმიტომ იწევს ბევრი, რომ ბევრად მარტივად სასწავლი ენა არის. სინტაქსი ძალიან გავს, ანუ დამწერლობა ძალიან გავს ინგლისურ ენას და ვინც ინგლისური იცით, Python-ის დაწერა არ გადაჭირდება. და აქაც სხვა კოდერებშიც აქაც JavaScript-ი მოწინავე არის Python-თან ერთად, ხო? და ამას შეგიძლიათ გადახედოთ, ძალიან კარგი მონაცემებია survey, Stack Overflow, ამაზე შემოხვალ და შეგიძლიათ გადაყვეთ მთლიან სურათს დაინახავთ. ეხლა მე ეს შეგვისწავლეთ არ ჩავყვები, შეგვიძლია სხვა იმეებსაც გავყვეთ, მაგალითად employment status-ი, ვინ რაღაცა რა ეტაპზე მუშაობს, საიდან მუშაობენ და ასე შემდეგ და შეგიძლიათ ამ ყველაფერს თქვენთან გადაყვეთ და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენს. ეს მიმოიხილეთ, სად როგორ სწავლობს ხალხი პროგრამირებას. ძალიან საინტერესოა, ხო? სად და როგორ სწავლობენ. ნუ ბევრი ნახეთ, სკოლიდანვე იწყებენ, secondary school, primary school, ანუ წამე პირველ კლასელები უკვე პროგრამირებას სწავლობენ, ხო? მე-6, მე-7, მე-8 კლასელები პროგრამირებას სწავლობენ, მეც გითხარით, რომ სკოლებშიც ვასწავლი და სკოლის ასაკიდანვე ძალიან ბევრი მოსწავლე უკვე იწყებს ამ ყველაფრის სწავლას, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მეგობრებო, პროგრამირება ეხლა კი არის რეკომენდებული სწავლა, მაგრამ ცოტა ხანში ეს საჭირო იქნება.
იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტიც ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს და პლუს ამას თქვენ კოდირების ცოდნასაც დაამატებთ, ხო საერთოდ ანუ ჩათვალეთ, რომ programming on steroids შეგიძლიათ გახდეთ. ხო, ამასაც შეგიძლიათ გადახედოთ. ძირითადად სწავლობენ უნივერსიტეტში, კოლეჯებში, ყველაზე მაღალი მონაცემი უნივერსიტეტი ეს არის bachelor's და master's degree, ხო? კოლეჯებში ან სასწავლო დაწესებულებებში ეს არის ხოლმე ყველაზე სამი ძირითადად გავრცელებული რა. ეხლა Smart Academy-აც მაგალითად აი ამაში გადის, ხო? მე თუ მკითხავთ, აი ჩემ პირადი გამოცდილებით, მე უნივერსიტეტში არ მისწავლია პროგრამირება, როგორც გითხრათ, ამჟამად ვსწავლობ, იმიტომ რომ ეხლა მინდა რომ გავიღმაო ჩემი ცოდნა, მეც დავიწყე აი ამ აქედან. მეც ვების აკადემიიდან დავიწყე, ანუ რეალურად აკადემიიდან, სადაც და რატო არის ამით დაწყება ბევრად კარგი ეხავე გეტყვი. იმიტომ რომ ძალიან მოკლე პერიოდში სწავლობთ ინტენსიურად და ძალიან დიდი ინფორმაციის დამუშავებას შეგიძლიათ. მაშინ როცა უნივერსიტეტში და სხვა დაწესებულებებში ეს პროცესი არის ხოლმე გაწელილი სემესტრებში. ანუ მაგალითისთვის ახლა ჩემს დას ერთ-ერთ უნივერსიტეტში Photoshop-ს ასწავლიდნენ მთელი ერთი სემესტრი. მაშინ როცა Photoshop-ის სწავლა 2-3 თვეში არის თავისუფლად შესაძლებელი, ოღონდ ინტენსიურად თუ ისწავლეთ და თან ბევრად სიღრმისეულად ვიდრე ეს უნივერსიტეტში ასწავლეთ. იმიტომ რომ კვირაში ერთი დღე ქონდა ხოლმე ლექცია, ის ერთ დღე მიდიოდა, ხან შევა გაცდენილიყო, ხან ვიღაცები არ დადიოდნენ და ლექტორს იმის ახსნა უწევდა კიდე ხელახ. მოკლედ, ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ბიუროკრატიული საკითხი არის უნივერსიტეტში ამასთან დაკავშირებით. ხო, აკადემიებში, მცირე სასწავლო ორგანიზაციებში ეს ბევრად მოქნილი და კომპლექსური, იმიტომ რომ არ უწევთ აკრედიტაციის გავლა, არ უწევთ ესე ვთქვათ დეტალურად ამ რაღაცეების შესწორება, გადასწორება და ასე შემდეგ, ხო? კაი. ეხლა ვისაუბროთ ხელფასებზე, დაახლოებით ხელფასები როგორი არის საქართველოს ბაზარზე. აი საქართველოს ბევრ სტატისტიკას კიდე განახე. თუმცა აქ ეს თლიან სურად დაგანახეთ, ხო? ერთი ყველაზე გამორჩეული და ჩემთვის აყვარელი თვისება რაც პროგრამირების ცოდნას მოყვა ის არის რომ შემიძლია ვიმუშაო ჰიბრიდულ რეჟიმზე ან საერთოდ ონლაინზე. ეხლა ამ ეტაპზე მე სახლიდან მუშაობ ხოლმე, სახლიდან ვერთვები ხოლმე შეხვედრებზე, სახლიდან წერ კოდს და ასე შემდეგ და ეს მიმართავს ბევრ რაღაცას. ერთი რომ გზაში არასდროს დროს არ ვხარჯავ, როგორც კი სამსახურს მორჩები, შემიძლია ეზოში ჩავიდე, ფეხბურთი ვითამაშო, მეგობრებთან ერთად გავიდე სადმე, წავიდე და სწორება და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. საქართველოში დამწყებ დეველოპერებს ხელფასი დაახლოებით $500. ანუ უხეშად ვთქვათ, 1200 ლარი, 1500 ლარიც ხომ, 1000 ლარიც. ოღონდ იცოდეთ, რომ დამწყები დეველოპერი ითვლება დეველოპერად, რომელსაც უკვე სიღრმისეული ცოდნა აქვს. ჯერ უჭირს კომპლექსურ ვთქვათ თემებზე მუშაობა, თუმცა ცოდნა აქვს. და ზოგადად იწყებენ ხოლმე სტაჟირებით. მე სტაჟირებით დავიწყე, თავიდან მქონდა 700 ლარი ხელფასი. და მე გაიზარდა. ამიტომ აი ჯერ არის ხოლმე სტაჟირება, მე არის ხოლმე junior developer, რომელსაც აი სტაჟირებაზე არის ხოლმე 500, 700, 800, შეიძლება 1000-იც კი იყოს, ხო? junior developer-ებს აქვს 1500 ლარამდე ხელფასი, middle developer-ებს უკვე $800 ან უხეშად რომ ვთქვათ 2000-დან 3000-მდე, 4000-მდე, ესე 5000-მდეც არის ხოლმე middle developers. გააჩნია რომელ კომპანიაში მუშაობთ, ქართულ კომპანიაში, საერთაშორისოში, საზღვარგარეთ მუშაობთ თუ სად? ხო, მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად მიახლოებული რიცხვები გითხრათ. Senior developers აქვს $1200 და ზევით, ანუ 5000, 6000, მე მაგალითად ვიცნობ senior-ებს, რომელსაც აქვთ $3000 ხელფასი, ჩემი მეგობარი $5000 ხელფასი და ასე შემდეგ და ეს აი ამ $1200-დან ამას უნდა ეწეროს პლუსი და ნიშნავს რომ ამის ზემოთ ყველანაირი რიცხვი მოსულა. არიან დეველოპერები 30000 ლარი აქვთ ხელფასი. $10000 ან თვეში, მეგობრებო, წელიწადში არა. 30000 ლარი თვეში. უბრალოდ ეხლა უნდა იცოდეთ რომ ამ ხელფასს რო იხდიან კომპანიები შესაბამისი პასუხისგებლობაც ეკისრებათ ეგეთ დეველოპერებს, ხო? ევროპაში და აზიაში დაახლოებით ეს რიცხვები ესე ნაწილდება და ამერიკაში კიდევ უფრო მაღალი არის ეს რიცხვები და ყველაზე მაგარი მეგობრებო რაც არის, ის არის რომ თქვენ საქართველოსთან შეგიძლიათ იმუშაოთ ამერიკულ კომპანიებზე, ევროპულ კომპანიებზე და ასე შემდეგ. უბრალოდ იცოდეთ რომ აქ ბევრი ესე ვთქვათ რეკრუტერი ცდილობს რომ
განვითარებად ქვეყნებში რაც შემო მეტი ეს თქვა დეველოპერი აიყვანონ, იმიტომ რომ ამერიკაში ტიპი რო ქირაობს senior developers, იმას უნდა უხადოს $15,000, მაშინ როცა საქართველოში გადაუხდის 5,000, ანუ სამჯერ ნაკლებს, სამაგერად იგივე პროდუქტს მიიღებს, ხო, ანუ იგივე ტონია და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან ბევრი უცხოური კომპანია ცდილობს რომ საქართველოში აიყვანოს, საქართველოში შემოვიდეს, აქ გახსნან კომპანიები და EPAM-ით ჩათვალეთ ეგეთი ერთ-ერთი კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, ძალიან ბევრი დეველოპერი აიყვანა რეგიონებიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან ბევრი დეველოპერი შემოვიდა და ასე შემდეგ, ხო? აი, ეხლა საქართველოში ნახოთ რა სიტუაცია არის. სამწუხაროდ, მეგობრებო, აი ძალიან ბევრი მეცადე და საქართველოში ნორმალური სტატისტიკა ვერ ვიპოვე, უცხოურ მეებზე უფრო არის ხოლმე, თუმცა რაღაცა ცოტა ძველი არის ეს 2022 წლის არის, მაგრამ ეხლა უკეთესი სიტუაცია არის და შესაბამისად გეტყვით რა იყო 2022 წელს და ეხლა რა. საშუალო ხელფასი პროგრამისტების არის 4,500 ლარი. თუმცა ამ ეტაპზე ეს კიდევ უფრო მაღალი არის, ალბათ ვიტყოდი 6,000-მდე მაინც არის ასული. ეს არის საშუალო ხელფასი, ანუ ჯუნიერებიც რო აიღოთ, middle developer-ებიც, senior-ებიც, lead developer-ებიც რო აიღოთ დააჯამოთ და გაყოთ მათ რაოდენობაზე, აი ამ რიცხვს მიიღოთ, ხო? ძირითადი ნაწილი, ანუ პროგრამისტები, ვინც ახლა იწყებენ სწავლას, ერთ წელზე ნაკლებ დროში იწყებენ ანაზღაურებად სამსახურს ან სტაჟირებას. ქალებსა და კაცებს შორის მედიანური ხელფასი გათანაბრებულია, ანუ საშუალო ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირი ანაზღაურება აქვს ამ სფეროში და 12,500 ლარს შეადგენს იმ პროგრამისტების ანაზღაურება, ვინც ამ სფეროში 6 წელზე მეტია დასაქმებული. დაახლოებით 6, 8, 10 წელი ვინც მუშაობს უკვე ამ სფეროში, მათი ხელფასი 12,000 ლარს შეადგენს და უფრო მეტიც, ხო? და გამოკითხულთა შორის 21-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მეტი რესპონდენტი იყო. ანუ აი ეს 20 წელსზე ზემოთ ძირითადად ეს ადამიანები იწყებენ ახლა პროგრამირების სწავლას. და აქაც ყველაზე პოპულარული ენად საქართველოში JavaScript-ი დასახელდა. ხო, მოდი რაღაცებს წარსახად გადავახტები, იმიტომ რომ ძალიან არ გავწელო. აი ეს პირამდენი ხანი რაც სწავლობს პროგრამირებას, ეს შეგიძლიათ ნახოთ თქვენც მე ეს პრეზენტაცია ამას ჩაგიგდეთ აუცილებლად, რაც ვსაუბრობ. ესენი არის JavaScript-ი არის ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა, React-ი აქაც ყველაზე პოპულარული framework-ი არის. ხელფასის განაწილება, framework-ების განაწილება. რატომ ეხლა ცოტა React-ის ვისაუბრებ, რატომ ნავირჩიოთ React-ი, რატომ არის კარგი React-ის სწავლა და გამოყენება. React არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბიბლიოთეკა. როგორც გითხარით, ეს შექმნილია Facebook-ის მიერ და იყენებენ წამყვანი, ესე ვთქვათ, ვებსაიტები, ხო? მათ შორის React-ი, Instagram-ი, Netflix-ი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი არის ეს სტატისტიკებში ნახეთ და ყველაზე განსაკუთრებული მე რაც მომწონს, არის რომ თქვენ თუ ისწავლეთ web development-ს React-ის დახმარებით, შეძლებთ რომ mobile აპლიკაციებიც დაწეროთ. ანუ მობილურ აპლიკაციებზეც შეძლებთ მუშაობას. და მოდი ახლა პატარა იმასაც განახებთ, მეტსაც თუ React-ი გეცოდინებათ, React, ხო, თქვენი კურსი მოიცავს React-საც და React Native-საც, ანუ ორივეს, React-საც გასწავლით და React Native-საც, ანუ web აპლიკაციებსაც გასწავლით და მობილურ აპლიკაციებსაც და შესაბამისად შეძლებთ რომ აპლიკაციები დაწეროთ ვებსაიტებისთვის, Android-ებისთვის, iOS-ისთვის, VR აპლიკაციების შექმნასაც შეძლებთ მე თუ თქვენ განვითარდებით ამ მიმართულებით და გადაწყვეტთ რომ იმუშაოთ ტელევიზორებისთვის, Windows აპლიკაციების და ასე შემდეგ. აი ხა განახებთ React Native-ზე დაწერილ პატარა ესე ვთქვათ VR აპლიკაციას. აი ესეთი React-ით დაწერილი აპლიკაცია. ეს არის ჩასმული, ნახეთ. მე ვცადე ხა ესეთი რაღაც გაკეთება, ოღონდ ძალიან მინიმალურად და ჩემი ისა გამოიყურებოდა ეს. თან ეს ავაწყე ძალიან. ოდი უცბად დავწერე. და პატარა ის გამოვიდა. აი ესეთი რაღაცა ის გამოსახ. ეს უკვე ჩემი დაწერილი. აი ესეთი სურათის გამოტანაც შევძელი. და აი ასეთ რაღაცების გაკეთება ძალიან მარტივად შეძლებთ. იმიტომ რომ React-ით როცა გეცოდინება და React Native-ი აი ჩათვალეთ რომ ბევრი კარი პროგრამირებაში თქვენს გახსნელი იქნება. მეტას ხარდაჭერა აქვს, იმიტომ რომ მეტამ შექმნა ოფიციალურად და ცდილობს მეტა ამის განვითარებას, იმიტომ რომ თავის პროდუქტებში აქტიურად იყენებს, მუდმივად განახლებები, ყოველწლიურად, ყოველთვიურად, ყოველკვირეულად ასე შემდეგ. კარგი დოკუმენტაცია აქვს, წაკითხული მაქვს თავიდან ბოლომდე და ძალიან მომწონს, გასაგებად წერიათ, კარგი кейსები აქვს მოყვანილ და ასე შემდეგ. და ყველა ზომის პროექტისთვის, პატარა, საშუალო, დიდი პროექტებისთვის React-ი არის კარგი არჩევა.
დისტანციურად რო იმუშავებთ, ეს უკვე ახსენე და არის open source. Open source მეგობრებო ნიშნავს ესეთ რაღაცას. კომპანია შექმნის რაღაცას, მე ამბობს რომ კარგი, მე შევქმენი, ეხლა თქვენ შეგიძლია უფასოდ გამოიყენოთ, ოღონდ დამეხმარეთ რომ განვავითარო და ეს React არის ესეთი რაღაცა, რომ open source-ში გამოიტანეს, ანუ ყველა developer შეუძლია React-ზე დაწეროს კოდი, ოღონდ ამასთანავე თან ჩვენი ვენებით, ჩვენი კეთილი სურვილით ვეხმარებით Meta-ს და Facebook-ს, რომ React-ი განვითარდეს, იმიტომ რომ ჩვენს გვაწყობს იმათაც და ასე შემდეგ. ეხლა ვისაუბროთ კურსის შესახებ. ვინც კურსზე დარეგისტრირდებით და ამოხვალთ, React-ის მიმართულებით გექნებათ 13 შეხვედრა, ანუ თვენახევარში შევატარებთ 13 შეხვედრას, 2 შაბათობით და 5 შაბათობით, საღამო საათებში 8-დან 10-მდე, იმიტომ რომ ბევრი მუშაობს, ბევრს უნივერსიტეტი აქვს და ეს ყველაზე ოპტიმალური დროა ხოლმე იმისათვის, რომ თქვენს მერე ხელი არ შეგეშალოთ თქვენს პირად საქმიანობაში და ეს თქვა უფრო მოგერგოთ თქვენ, ერთ ნახევარ თვე გაგრძელდება დაახლოებით 26 საათი. და მე ეგრევე კურსის მეორე ნაწილი მიებმება React Native-ი, სადაც 6 შეხვედრას ჩავატარეთ. ეს React Native, ეს React.js არის web development-ის მიმართულებით, React Native ეს არის mobile development-ის მიმართულებით, სადაც 6 შეხვედრას ჩავატარეთ. ეს გაგრძელდება 1 თვე, ანუ 12 საათი. ჯამში დაახლოებით გამოდის 40 საათი. ვიმუშავ 2 დიდ პროექტს ავაწყობთ, ერთს ავაწყობთ mobile აპლიკაციას, ერთს web აპლიკაციას, გამოვაქვეყნებთ, შეგიძლიათ მე თქვენს ახლობლებს, მეგობრებს გავუზიაროთ, თქვენი ბიზნეს იდეა თუ გაქვთ იმის აწყობაში გამოიყენოთ და ასე შემდეგ. სილაბუსს რაც შეეხება, სილაბუსი მოცემული არის ჩვენს web გვერდზე, აქ შეგიძლიათ დეტალურად გადახედოთ, უბრალოდ ამ სილაბუსში მცირე ცვლილებით შევიტანთ, იმიტომ რომ მოვარგოთ უკვე გაახდება ეს სილაბუსი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს მოვარგოთ, ხო? და რა შეძლებ მონაწილეები, როდესაც ამ კურსს დაამთავრებ. შეძლებთ React.js front-end development-ის framework-ის შესწავლას, აწყობთ სტატიკურ და დინამიკურ ვებსაიტებს, სადაც შეძლებენ მოყვარული კომენტარის დაწერას, პროდუქტის შენახვას, პროდუქტის აშლას და ასე შემდეგ. იმუშავებთ სერვერებთან, რეალურ სერვერებზე გავაგზავნებთ მოთხოვნას და მივიღებთ პასუხებს. ჩვენს ვებსაიტებს გამოვაქვეყნებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ინტერნეტის მომხმარებელს შეიძლება ჩვენს ვებსაიტზე შემოსვლა, ხო? გაიღმავებენ ცოდნას მონაწილეები React.js-ის პროგრამირების მიმართულებით და დასაქმდებიან დამწყებ React.js-ის პროგრამისტებად, ანუ ან junior developer-ებად, ან სტაჟიორებად, როგორც ვახსენე. და ასევე React Native-ს ვინც დაამთავრეთ, მობილური აპლიკაციების შექმნას ისწავლეთ React Native-ის მიმართულებით, როგორც Android-ისთვის, ასევე iOS-ისთვის, ანუ ფაქტობრივად შეგიძლიათ ჯიბეში გედოთ თქვენ მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია. ჩვეულებრივ, ხო? მეც ახლა ბევრი აპლიკაცია ჩემი მიწერია ჩემს იმაში, ტელეფონში. აგიხსნით როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ React Native აპლიკაციები Play Store-ში და App Store-ში. გაიღმავებ ცოდნას ამ მიმართულებით და შეძლებთ დასაქმდეთ დამწყებ React Native developer-ები, ხო? ჩემი რამდენიმე სტუდენტი უკვე ამ მიმართულებებით მუშაობენ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ადგილს, სადაც ვასწავლეთ. რამდენიმე რჩევასაც გაგიზიარებ და მე მოვრჩევ, იმიტომ რომ ცოტათი გამეწევა კიდევაც, მაგრამ მინდოდა რომ მაქსიმალურად მეტი ცოდნა გამომეცათ თქვენთვის ამ ეს ვთქვათ ერთ ლექციაში. დამწყები დეველოპერები ვინც ხართ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ერთი ენა აირჩიოთ და ის კარგად ისწავლოთ. აი ესეთი მომენტი მქონდა მეც, ავირჩიე რომ mobile development-ს მაგრად ვისწავლეთ და მივყევი და ძალიან მოკლე დროში ძალიან დიდი პროგრესი მქონდა კარიერულადაც და ცოდნის მხრივ. ამიტომ ჩემი თხოვნა და ეს ვთქვათ რეკომენდაცია იქნება, რომ ერთი მიმართულება აირჩიეთ და ის ისწავლეთ კარგად, იმიტომ რომ მცირე დროში შეძლებთ ძალიან დიდი ინფორმაციის დამუშავებას და ეს ვთქვათ უფრო სერიოზული პროგრამისტი გამოხვალთ უფრო ნაკლებ დროში. პორტფოლიოზე, ანუ თქვენს პირად პროექტების კრებულზე იფიქრეთ დასაწყისიდანვე. არ გეგონოთ, რომ აი ჯერ პროგრამირებას ისწავლეთ და მერე გააკეთეთ პროექტებს. არა, ეხავე დაფიქრდით, რაში შეგიძლიათ, რომ ის ცოდნა, რასაც კურსზე შეიძენთ, გამოიყენოთ. იმიტომ რომ კურსის განმავლობაში, როგორც გითხარით, მოგიწევთ რა აწყოთ პროექტი და ვინც იმუშავებთ ამ პროექტზე, პარემ სათქმელოდ გამოიყენოთ, თუ გაქვთ რაღაცა ფერმისთვის გააკეთეთ, თუ გინდათ რაღაც მონაცემთა ბაზა გქონდეთ, რაღაცა კლიენტების, იმისთვის გააკეთეთ ვებსაიტი და ასე შემდეგ. შექმნით და მართეთ LinkedIn-ი, აი LinkedIn-ი ვიცას არ ხსმენიათ, ეს არის სოციალური ქსელი, ოღონდ კარიერული განვითარებისთვის, ჩათვალოთ რომ LinkedIn არის თქვენი პირადი რეზიუმე, თქვენი პირადი CV, რა საქმიანობთ, რა საკეთებთ,
როგორი ადამიანი ხარ აშენე, აი ხა რაც განახეთ წერან ეს ვიდეოები. ეს LinkedIn-ზე მაქვს დატვირთული, მეც აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი LinkedIn-ით, სად მიმუშავია, რა გამიკეთებია, რა პროექტებზე, რა სერტიფიკატები მაქვს, ყველაფერს ნახავთ აქ მეგობრებო და თქვენს გირჩევთ რომ LinkedIn-ზე აუცილებლად დარეგისტრირდეთ ვინც არ ხართ და ესე ვთქვათ თქვენი პროფილი შეგიძლიათ. დოკუმენტაცია უნდა წაიკითხოთ მეგობრებო აუცილებლად, ბევრს გონია ხოლმე რომ აი ვიდეოებიდან ისწავლით ბევრ რაღაცას. ისწავლით, აი ჩვენ ვინც კურსზე ამ წამოხვალთ იქ კიდევ უფრო ზემოსავლად მიმოვიხილეთ ამ ყველაფერს დოკუმენტაციასთან მუშაობასაც გასწავლით და ერთ-ერთი დავალება სწორედ ეს არის რომ დოკუმენტაციიდან რაღაცა თქვენთო ჩაინტეგრიროთ აპლიკაციაში. ამიტომ ხო, დოკუმენტაციის წაკითხვა არის აუცილებელი. ყველაფერს ვერ ისწავლით, ლექტორს ყველაფერი ვერ ეცოდინება, იმიტომ რომ გითხარით რომ ყველაფერი ახდება ყოველკვირეულად, ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ამ ხელა ინფორმაციას უბრალოდ ადამიანის გონება ვერ დაიპყროს. ამიტომ რაღაცა ცოდნა დოკუმენტაციიდანაც უნდა შეიცვლოთ. საკუთარ თავში ინვესტირება არასდროს არ დაგენანოთ ხოლმე. ძალიან ბევრი კურსი მაქვს გავლილი, მეგობრებო, აი ამ ჩემი მიმართულებითაც, mobile development-ის მიმართულებითაც, web development-ის მიმართულებითაც, back-end development-ის მიმართულებითაც და ერთ პერიოდი გიდობასაც ვწავლობდი. ასე რომ ესეთ რა და სხვადასხვა გიდობის ტრენინგები გამომადგა იმაში, რომ საჯაროდ მეტყველება ისე ძალიან აღარ მიჭირს, როგორც თავიდან მიჭირდა ხოლმე. თავიდან სულ კანკალებდი ხოლმე და ხმა მითრთოდა ხოლმე და მე იქ რო ამაში მავარჯიშეს, ძალიან გამომადგა და არა მაგარია მეთქი მიხაროთ. ასე რომ საკუთარ თავში ინვესტირება მეგობრებო არასდროს არ დაგენანოთ, არ დაგეზაროთ, იმიტომ რომ 2 მაგად, 3 მაგად, 4 მაგად და 10 მაგად ამოიღებთ მე ამ ყველაფერს. ხო, თუ რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვებით და თქვენი შეძლებლობის ბოლომდე გეჯერება. ხშირად უნდა გაეცნოთ სიახლეებს, მეგობრებო. აუცილებელია რომ გყავდეთ კარგი mentori. mentori არის ადამიანი, რომელიც მიგითითებთ, რა მიმართულებით წახვიდეთ, რაზე კონცენტრირდეთ. თქვენს ესე თქვა სწავლის პერიოდს 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ და 10-ჯერ შეამბიცნოს, ხო? აუცილებლად იმეგობრეთ სტარტაპებთან, როგორც დამწყებმა დეველოპერებმა. სტარტაპებს ჭირდებათ ხოლმე დამწყებ დეველოპერები, იმიტომ რომ ბევრი ფული არ აქვს, სამაგიეროდ გთავაზობენ ძალიან დიდ გამოცდილებას. ამიტომ ჩემს ყველა მოსწავლეს და სტუდენტს ვურჩევ ხოლმე, რომ სტარტაპებთან სხვა თანამშრომლობა ძალიან კარგი და გამოსადეგია მათთვის. და მიიღეთ აუცილებლად მონაწილეობა ხოლმე ჰაკათონებში, ტექ პროექტებში, გამოფენებში, კონფერენციებში აშენებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაიცნობთ იქ და აი ხა გადავიდეთ მთავარზე networking-ზე. აი networking-ი არის მეგობრო ის რამაც ბევრი სამუშაო, ბევრი ეს პროექტი მაშონია. networking-ი არის თქვენი სანაცნობო წრე. ვის იცნობთ, ვინ ყავთ, როგორ სპეციალისტებთან გაქვთ ურთიერთობა, შეხება და ასე შემდეგ, ვისაც შეუძლიათ რომ გაგიწიონ რეკომენდაცია ან თქვენ გაუწიოთ რეკომენდაცია. networking-ი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის რომ დასაქმდეთ საერთაშორისო პროგრამებში. მაგალითად, ეხლა EPAM-ში გვაქვს ესეთი referral სისტემა, სადაც მე შემიძლია ჩემი მეგობარი გამოცდილი დეველოპერები, რომლებიც სხვა კომპანიებში მუშაობენ, ან ამ ეტაპზე ეძებენ სამსახურს, გავუკეთო რეფერალი, ანუ EPAM-ს ტიპებს მივწერო, რომ აი ამ ეს ტიპი აიყვანეთ, ძალიან მაგარია და თუ ეს ტიპი დასაკვდება EPAM-ში, მე ჩამირიცხავენ რაღაც რაოდენობას ფულს. აი ეს არის referral ესე ვთქვათ, სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიას აქვს. ამიტომ networking-ი ძალიან მაგარი რაღაც არის. ბევრ ადამიანს უნდა იცნობდეთ თქვენი სფეროში, თქვენი სფეროს მიმართულებით. აი, გამოწვევებიც გექნებათ, მეგობრებო. სასწავლი სულ ახალი და ახალი იქნება, თუმცა ერთჯერადად რასაც ისწავლეთ, ის თქვენი საბაზისო იქნება და ეხა იმისწავლა ხელახლა აღარ მოგიწევთ, პატარ-პატარ რაღაცებს, მე გაცილებით მალე ისწავლით ხოლმე და გაცილებით მარტივ. ქართულ ენაზე სასწავლო მასალები არ მოგატყუებთ, მეგობრებო, ნაკლებად არის, იმიტომ რომ ქართველები ცოტა ზარ მაცობთ ხოლმე, პირდაპირ ვიყენ, მომხმარებლები უფრო ვართ ვიდრე შემქმნელები, ამიტომ ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ თქვენც მიიღოთ ხოლმე მონაწილეობა რაღაცების გაქართულებაში, რაღაცა ინტერესები ქართულად ჩაწერეთ, ვიდეოები ჩაწერეთ და ასე შემდეგ. ეხლა ჩემს YouTube channel-ზე რამდენიმე ვიდეო მაქვს მეც ატვირთული, სადაც პროგრამირებას თან დაკავშირებით საუბრობ და რაღაცებს კოდირებას ვწერთ და შეგიძლიათ ნახოთ ხო როგორ წერ კოდს და რას ვაკეთებ. სამუშაო გარემო არ დატვირთული, მეგობრებო, ანაზღაურება კი დიდია, მაგრამ ბევრს გონია ხოლმე ეს ანაზღაურება დამარტივად მოდის. არა, მეგობრებო, დატვირთული არის ეს გარემოც, ისე როგორც სხვა ყველა სამუშაო ადგილი, ხო? ამიტომ აქაც გექნებათ ისეთი წარმოდგენა, თითქოს ხო აი არ ვიმუშავე და ფული თავის ჩამეწყე. ეგრე არ არის, თუმცა აი რასაც სხვა
სამსახურებისგან, რითაც განსხვავდება პროგრამირება, ის არის რომ შეგიძლიათ იმუშაოთ სახლიდან, ან ჰიბრიდულად, ან ოფისიდან, საიდანაც გაგიხარდება. დედლაინები აქაც გვაქვს მეგობრებო. და ხო, ისეთი არა. ბონუს რჩევები, ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინ სასწავლო პლატფორმა, სადაც ინგლისურად შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე კურსები არის Udemy.com, ოღონდ ფასიანია. ერთ-ერთი საუკეთესო გზა სიახლეების გასაცნობად არის x.com, ანუ იგივე Twitter-ი, ძალიან ბევრი ინფორმაციას ნახავთ აქ და საუკეთესო გზა იმისათვის, აი ერთ პერიოდი მე დავემართ ეს რაღაცა, რომ როცა უკვე კარგად დავამუღამე პროგრამირება, მოდიში სლენგისთვის, როცა უკვე კარგად ვისწავლე პროგრამირება, უკვე კურსების დონე აღარ მაკმაყოფილებდა, იმიტომ რომ რა კურსსაც ნახავდი, ყველაფერი იყო დამწყებებისთვის. და მეთქი აი ეს ვიცი, ახალი მინდა. და ვეძები და ვერ ვიპოვე კურსი, რომელიც ჩემს, ესე ვთქვათ, საფეხურს მოერგებოდა. და მე ერთგან Reddit-ზე წავიკითხე ესეთი რჩევა, რომ სხვა გამოცდილი დეველოპერების, ანუ senior დეველოპერების კოდი წაიკითხე და გაარჩიეო. და როგორც კი ესეთი რაღაცა ცადე რომ კოდი წავიკითხე, გავარჩიე, რა ეწერა, რატო ეწერა, ცოტა ChatGPT-საც ვკითხე, ცოტა ხელოვნურ ინტელექტსაც, ვაუ, რა მაგარი რაღაცა აღმოჩნდა, რომ აი უკვე გამოცდილი დეველოპერები რო იქნებით და დაგჭირდებათ რომ ახალ რაღაცები ისწავლოთ. აი ესეთი ტექნიკა გამოიყენეთ, რომ სხვა თქვენზე უფრო გამოცდილი დეველოპერების კოდი წაიკითხეთ და დეტალურად გაარჩიეთ, რომ რატო დაწერა ეს, აქ რატომ შეცვალა ეს ესე და ასე შემდეგ. ძალიან დიდ ეს ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა მეგობრებო, რაც ჩემს კარიერაში მიმიღია და გამიკეთე. და ხო, ეს მგონი თავარი კითხვაა ხოლმე ამ წლის, ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი პროგრამისტებს, ამაზე ძალიან ბევრი ვიდეოს ნახავთ. ვინც ამბობს რომ ჩაგვანაცვლებს, ძალიან ბევრი ვიდეოს ნახავთ რომ ვერ ჩაგვანაცვლებს. თუმცა ბაზარი სულ სხვა რაღაცას ამბობს, თქვენ რო ნახოთ სტატისტიკები, პირიქით მოთხოვნა იზრდება პროგრამისტებზე, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი საშუალება ჩნდება, უფრო და უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანი შეიძლება გამოვიდეს პროგრამისტი, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ეს არის ხელსაწყო, რომელიც უნდა გამოიყენო და არა პიროვნება, რომელიც თვითონ შექმნის სისტემებს. კი, ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ ძლიერია, ბევრ რაღაცას კარგად წერს, თუმცა მაინც ჭირდება ადამიანი, იმიტომ რომ ეს არის ხელსაწყო. ამაზე მოდი ბევრი არ ვისაუბროთ მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან შორს წავიყვანთ, თუ რამე კონკრეტული კითხვა შეგიძლიათ მაინც ვკითხოთ, ახლა კითხვების დროზე რომ გადავალთ, თუმცა ხო, ჩემი აზრი და ბაზარზე სტატისტიკები რაც ვნახე, აი მაგათად აქ ყავდა გახსნილი მაღწესით, იმედია. Is a tech job or აი 25 წლიდანო Google-ის პირველი სწრად ნახოთ, შეინიშნება ეს თქვა გაუმჯობესების და ზრდის პერიოდია, იმიტომ რომ აი AI-ი ბევრი ეს თქვა რაღაცა არია, იმიტომ რომ ყალბი მოლოდინების შექმნა. ძალიან ბევრი ის გამოჩნდა, რომ აი ხელოვნური ინტელექტი junior developer-იო, რაღაცა Devon AI იყო და ასე შემდეგ, junior developer-ი უნდა ჩაინაცვლებიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფარსი იყო, არ ვარგო და ერთი ეხა დახურეს ბანკროტი გამოაცხადა მილიარდზე მეტი ის ჰქონდა რა, ეს თქვა ინვესტიცია კომპანიას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიდა მობილურ და ვებ აპლიკაციებს და თურმე აღმოჩნდა, რომ ტიპებს ძალიან დიდი ბაზა ჰქონდათ ინდოელი დეველოპერების და ხელოვნური ინტელექტის ნაცვლად ინდოელი დეველოპერები წერდნენ კოდს. და ხო, ესეთ ბევრი ფარსი ყოლ რაღაც აღმოჩნდა და ახლა ეს დაპირებებს რო იძლევიან ხოლმე, მე ისე ხდება, რომ აი კომპანიებიც დიდ მოლოდინს ამყარებენ AI-ზე, არიქა გაუშვებენ თანამშრომლებს ხო და მე აღმოჩნდება, რომ AI ისეთ კოდს ვერ წერს, როგორც უნდათ, ისე ვერ მუშაობს, როგორც ეგონათ და ჩამოიშლება სისტემა. ხო, AI კარგია მეგობრებო, თუმცა ეს არის ხელსაწყო. პირიქით, თქვენ თუ ეხა პროგრამირებას ისწავლით, AI-ს სათქმელოდ გამოიყენებთ და ბევრად მაგარი რაღაცები შექმნა. შეიძლება ბევრად ნაკლებ დროში. როგორც მე გითხარი და AI მაგალითს გამოიყენე იმისათვის, რომ შემექმნა YouTube-ისთვის ad blocker. ანუ რეკლამების დამბლოკავი. მაშინ როცა ამის გამოსვლება საერთოდ ნული მქონდა. თუმცა პროგრამირება ვიცოდი. როგორც კოდი დაწერა, გავარჩიე, ეს ამას ნიშნავს, ეს ამას აკეთებს, ესე გადავაკეთე, გადმოვაკეთე, მორჩა, იმუშავა. ასე რომ ჩემი პროგნოზი ყოველ შემთხვევაში, რაც ამდენი ხანი უკვე 20 წლიდან აქ ვარ,
აკასმად პერიოდიდან დაიწყო ის ბუმიც, ჯერჯერობით მე არაფერი არ შემხებია. რაღაცეები გაართულა, როგორც გითხარით, ეს ყალბმოლოდინებზე იყო დაფუძნებული, თუმცა მე მგონია, რომ ყველაფერი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და აი Google-ზე ნახეთ, თქვენ თავად დავსერჩე, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მიდის წინ და არა ქვემოთ. ასე რომ დანარჩენი ეს გადაწყვეტილება თქვენთვის მომენტია მოგებია. ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ ბევრი ისაუბრე, თქვენს კითხავს დიდი სამწაულს და ყველას მადლობა, აი ეს არის დაინტერესდა და შემოგვიყვება.